ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა საქართველოს შინაგანსა და სამინისტრომ უწყებამ დღის ბოლოს გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და ბოლო 24 საათის განმავლობაში როგორც შესაძლოა განმარტავს დაკავებულია კიდევ 12 პირი. მათი ინიციალები არის გამოქვეყნებული უწყების განცხადებაში, მათ შორის არის ტელეკომპანია ფორმულა სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანიაც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უწყება მხოლოდ ინიციალებს აქვეყნებს, სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ მათი ვინაობის შესახებ, კონკრეტული ვინაობის შესახებ. აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა განმარტავს, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ყოველდღიურად იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ უწყების შეფასებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ახალი კანონმდებლობით, რომელიც ქართულმა ოცნებამ გასულ კვირას დაჩქარებული წესით და წინააღმდეგობის გარეშე მიიღო. აქვე უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამღებ პირებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი განმეორებით ჩაიდინեն მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს სასჯელი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კიდევ ერთხელ ჩაიდენს. და დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურად გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პარლამენტის შენობასთან. მათ შორის არის 82 წლის გიორგი ვაჩაძე, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია უწყვეტად დგას პროევროპულ დემონსტრაციებზე მეუღლესთან ერთად და აპროტესტებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ის ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამის შესახებ ინფორმაციას აუცელებენ ჯგუფ დაიტოვეში. ნენსი ვოლანდი ამ ჯგუფის ადმინისტრატორი წერს მისი დაკავების შესახებ. ასევე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაგრძელდა ასევე აზატ შილაჩავას შემთხვევაში. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირი დევნილი ქალბატონი, რომელიც 19 ოქტომბერს სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედნის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს იდენტიფიცირების მიზნით. მას ნივთმტკიცებულებად, როგორც უწყება განმარტავს, ამოუღეს პირბადე იქცა ერთგვარ კანონსაწინააღმდეგო ნივთად საპროტესტო აქციაზე და ამაზე აქტიურად იწერება ასევე სოციალურ ქსელებში. აზატ შილაჩავა იმ დღეს გაათავისუფლეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ის გუშინაც და გუშინწინაც იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგანსა და სამინისტრომ სასამართლოს მიმართა საქმის წარმოების დასაწყებად და ცნობილი გახდა ისიც, რომ სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მის შემთხვევაში და აზატ შილაჩავა ამ დროისთვის არის უკვე თავისუფალი. ასევე ვრცელდება და გავრცელდა დღის პირველ ნახევარში ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ირაკლი წულაია დააკავეს საცხოვრებელ სახლთან, არასოწლოვანი შვილი მიჰყავდა და ეზოში ჩასაფრებულები იყვნენ. სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო დააკავეს. გაბრიელ წულაიამ გააუცელა თავდაპირველად ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ძმამ და უკვე ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე იგორ ნარმანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, აუცილებს ინფორმაციას, რომ მათი თანაგუნდელი, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი წულაია არის დაკავებული და თბილისის საქალაქო სასამართლოში ისიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს. ასევე დღეს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში ინფორმაცია პირბადეების სტარებასთან დაკავშირებით. ზოგადად თუ მოქალაქეს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედანზე ან მიმდებარე ქუჩებზე, სადაც პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება, შენიშნავენ პირბადით ან რაიმე სხვა დამცავი საშუალებით. სამართალდამცველები თვლიან, რომ ეს მოქალაქე არის კანონდამღვრევი და აუცილებლად არის აქციის მონაწილე, რომელიც ცდილობს სახის დაფარვას. ამასთან დაკავშირებით ინფექციონისტი და ექიმი მაია ბუწაშვილი აუცილებს სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე განცხადებას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა მით უმეტეს ამ სეზონზე, როცა რესპირატორული ვირუსების შემოტევა არასწორია. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ვისთვისაც გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები შეიძლება სერიოზული გართულებით წარიმართოს. ასეთი არის მაია ბუწაშვილის ინფექციონისტის რეკომენდაციას და შეფასებაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აქვე უნდა ითქვას კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში რეჟისორ გიორგი თავარქილაძეზეა საუბარი, რომლის პროცესიც გაიმართა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსამართლე ელად
გარეიშვილმა, რომელსაც პარლამენტთან გზის გადაკეთებას ედავებოდა ის გიორგი თავარქილაძეს, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და ამის საფუძველზე გამოუშვა საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც დაჯარიმდა 300 ლარით სასამართლოს შეურაცხყოფისთვის, პირველად 100 ლარიანი ოდენობით, შემდგომ კი 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა გიორგი თავარქილაძეს. მე აქ შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ 20 ოქტომბერს რეჟისორი თავად მივიდა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის ნომერ მე-7 სამმართველოში, სადაც მიმართა სამართალდამცველებს, რომ ისიც დაეკავებინათ, რადგან როგორც ამბობდა, მანაც გადაკეტა გზა ხელოვნურად და მანაც დაარღვია კანონი და სურდა, რომ ისიც დაეკავებინათ. მისი თქმით, ეს იყო პროტესტის ერთ-ერთი გამოხატულება, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც საკუთარი სურვილით მიმართა. ამ თემასთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა შინაგანსა სამინისტროს წარმომადგენელმა დარბაზში, თამთა ქიმბარიშვილმა, მისი განმარტებით უწყებამ რეჟისორ გიორგი თავარქილაძის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა მისი აღიარებისა და თანამშრომლობის საფუძველზე მოითხოვა, თუმცა მედიის კითხვაზე სხვა შემთხვევებშიც იქნება თუ არა მსგავსი გაფრთხილება გამოყენებული, თამთა ქიმბარიშვილი განმარტავს, რომ ყველაფერი არის ინდივიდუალური. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად დაკავებებისა, პროტესტი უწყვეტად გრძელდება რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან.